ტრამპი 64-ზე დაფიქრდა და საკუთარი 64-ის შენება დაიწყო, ფიქრობს New York Times-ი. გაზეთი წერს, რომ 79 წლის ტრამპი იშვიათად ავლენს ყოყმანს, თუმცა ორჯერ ახსენა 64-ში, ორივეჯერ სამშვიდობო ინიციატივების კონტექსტში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ჟურნალისტების თქმით, მონანიების ნაცვლად ის განსხვავებულ გზებს ეძებს უკვდავებისკენ, არა სულიერს, არამედ მატერიალურს. პრეზიდენტმა, რომელიც ცნობილია პომპეზური პროექტების სიყვარულით, ბრძანა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა, რომლის ადგილას უზარმაზარი მოოქროვილი სამეჯლისო დარბაზი ააშენოს. გეგმავს ვაშინგტონის შესასვლელში ტრიუმფალური თაღის მსგავსი ნაგებობა აღმართოს და განიხილავს საკუთარი პორტრეტით დოლარის მონეტის გამოშვებას. ტრამპის მოკავშირეებმა, როგორც ჩანს, მუდმივი მემკვიდრეობის იდეა აიტაცეს. კონგრესში წარდგნენ წინადადებით, რომ მისი სახელი დაერქვას დალასის აეროპორტს და კენედის ცენტრს. ზოგიერთებმა კი მოითხოვეს რასმორის მთაზე ვაშინგტონისთან ლინკოლნის გვერდით ტრამპის სახის დამატება. ტრამპი ვერ აიძულებს ღმერთს ხელი მოაწეროს გაუთქმელობის შეთანხმებას, დაფინანსების შემცირებას ან მისთვის სასამართლოში ჩივილს, მაგრამ თუ კი 64-ში მაინც ვერ მოხდება, ტრამპი თავს იზღვევს და გეგმავს საკუთარი 64-ის აშენებას პირდაპირ ვაშინგტონში, წერს ირონიით New York Times-ი. უკრაინელმა ჩინოსნებმა არმიისთვის განკუთვნილ დრონებზე მორიგი 90 მილიონი გრინვა გაათეთრეს. 2023 წლის მაის-სექტემბერში სახელმწიფო სპექს კავშირგაბმულობის თანამშრომლებმა ქვეკონტრაქტორებისგან შეიძინეს DJI Mavic 3-ის 400 და Hotel Evo Max 4T-ს 1300 დრონი, ისეთ ფასად, რომელიც საბაზრო ფასს 79-90%-ით აღემატება. სახელმწიფოს 90 მილიონი გრინვას ზარალი მიადგა. იუწყება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა. მართალია მასალაში კონკრეტული სტრუქტურები დასახელებული არ არის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მანამდე ცნობილი გახდა კომპანია Firepoint-ის შესახებ, რომელიც სულ ახლახან ზელენსკის საკასტინგო სააგენტო იყო. ახლა კი გადაკვალიფიცირებულია უკრაინის არმიის უმსხვილეს ქვეკონტრაქტორად და დრონებს და რაკეტებს აწარმოებს. ის იღებს დიდ სახელმწიფო კონტრაქტებს და სავალდებულო კონკურენტული პროცედურების გარეშე. Firepoint-ის შესახებ წერს New York Times-ის. გაზეთის ცნობით, უკრაინის არმიის მსხვილი ქვეკონტრაქტორი, რომელიც დრონებს და რაკეტებს აწარმოებს, ადრე ზელენსკისთან აფილირებული საკასტინგო სააგენტო იყო. კომპანია Firepoint შეიქმნა იმავე კინო და ტელეინდუსტრიაში, სადაც ყოფილი კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი 2019 წელს პრეზიდენტად არჩევამდე მუშაობდა. სააგენტო გადაღებებისთვის ლოკაციებს არჩევდა. მას მართავდა Firepoint-ის მფლობელი ეგორ სკალიგა. ის გადასაღებ მოედნებს არჩევდა 2016 წელს რომანტიკული კომედიისთვის 8 საუკეთესო პაემანი, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობდა. წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ კომპანია არაერთხელ ფიგურირებდა კორუფციულ საქმეებში. ვიდრე Firepoint მნიშვნელოვნად დაწინაურდა კონკურენტებს შორის და გადაიქცა აეროკოსმოსური დარგის ეროვნულ ჩემპიონად, კომპანიას მუდმივად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას კონტრაქტორებს სააგენტოები კავშირების წყალობით უფორმებდნენ. ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ მის წარმომადგენლებს ანტიკორუფციული გამოძიებების ფარგლებში დაკითხვებზე იბარებდნენ. სტატიაში ნათქვამია, რომ 2025 წელს Firepoint-მა $1 მილიარდ მეტი ღირებულების, რაც უკრაინის მთელი სამხედრო შესყიდვებით დაახლოებით 10%-ია სახელმწიფო კონტრაქტები გააფორმა. სახელმწიფოსთვის ძალიან არამომგებიანი პირობებით. ზელენსკისთვის აფილირებულ კომპანიებს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მიუხედავად დრონების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებისა, ის პრეფერენციების მიღებას მაინც განაგრძობდა. წყაროების ცნობით დრონების ხარისხი არ იძლეოდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის შესაძლებლობას. ამ მომენტისთვის უკრაინის საზოგადოებრივმა ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელიც სამხედრო შესყიდვების სფეროს აკონტროლებს, მოუწოდა პარლამენტს დაიწყოს გამოძიება ფასების ხელოვნურად გაზრდის და ხარისხის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე, წერს New York Times-ი. ამერიკის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ რეკორდული სტატისტიკა გამოაქვეყნა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მინისტრ კრისტინ ნოემის ხელმძღვანელობით ქვეყნიდან 527,000-ზე მეტი უკანონო მიგრანტი გააძევეს. ტრამპის ადმინისტრაცია ისტორიული რეკორდის მოხსნას გეგმავს და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წლის ბოლოსთვის თითქმის 600,000 არალეგალის დეპორტირებას აპირებს. 2 მილიონზე მეტმა უკანონო მიგრანტმა დატოვა შეერთებული შტატები, მათ შორის 1,6 მილიონმა ნებაყოფ
სარდლობით 527,000-ზე მეტი კი დეპორტირებულია, განაცხადა სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ ტრიშა მაკლაფლინმა. ეს მხოლოდ დასაწყისია. პრეზიდენტმა ტრამპმა და შიდა უსაფრთხოების მინისტრმა ნოემმა ბიძგი მისცეს სააგენტოს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში პარალიზებული იყო და ვერ ასრულებდა თავის სამუშაოს. მიუხედავად მოსამართლე აქტივისტებისგან სასამართლო აკრძალვების უპრეცედენტო რაოდენობისა და მუქარების, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ, საიმიგრაციო და სადაზვერვო საბაჟო პოლიციამ არა უბრალოდ დაკეტეს საზღვარი, არამედ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირების შესრულებაში, რომ ის დააპატიმრებდა და გააძევებდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილ არალეგალებს, უკანონო მიგრანტებს და ესმის ჩვენი მოწოდება, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ ამერიკიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ შედეგებთან შეჯახება. მიგრანტები ისე ბრუნდებიან უკან, რომ ჩვენს საზოგადოებამდე აღარც მოდიან. პანამის დარეენის დერეფნიდან მიგრაცია 99.99%-ით შემცირდა, განაცხადა ჩინოსანმა. ამრევები და პოლიტიკოსები, რომლებიც დევნილების ინტერესებს იცავენ, არაფერს აკეთებენ სამშობლოს დასაცავად. მათგან ვისაც არ აქვთ ამერიკაში ყოფნის უფლება, ნათქვამია DHS-ის შეტყობინებაში. Associated Press-ის გამოძიებით გაირკვა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ცდილობენ ნიკოლას მადუროს პირადი პილოტის გადმოპირებას, რათა ვენესუელის ლიდერი მოეტაცებინათ და შეერთებულ შტატებში გადაეყვანათ. ამერიკის შიდა უსაფრთხოების აგენტი, ამერიკის არმიის პუერტო-რიკოელი წარმოშობის ყოფილი რეინჯერი ედვინ ლოპესი 16 თვის განმავლობაში მართავდა საიდუმლო მოლაპარაკებებს მადუროს მთავარ პილოტთან, გენერალ ბიტნერ ვილესთან. მას თავაზობდნენ მნიშვნელოვან ჯილდოს და გარანტირებულ უსაფრთხოებას იმის სანაცვლოდ, რომ ის შეუმჩნევლად დასვავდა პრეზიდენტის თვითმფრინავს ისეთ წერტილში, სადაც ამერიკელები მას ხელში ჩაიგდებდნენ. მოლაპარაკებები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. საიდუმლო შეხვედრა ანგარიში, შემდგომი ურთიერთობა WhatsApp-ის და Telegram-ის დაშიფრულ ჩატებში, თუმცა ამერიკის დაზვერვის ოპერაცია ჩაიშალა. ვილიეგასმა უარი თქვა თანამშრომლობაზე და მადუროს ერთგული დარჩა. მარცხის შემდეგ ვილიეგასზე ირიბად სადეს დარტყმა. ლეოპალდო ლოპესმა და ვენესუელის ოპოზიციის მოკავშირეებმა პროვოცირება გაუკეთეს პილოტის ფოტოების გავრცელებას, რომელზეც მის აგენტებთან შეხვედრა ასახული. მიზანი ვილიეგასის ერთგულებაში ეჭვის შეტანა იყო, მაგრამ პილოტის დისკრედიტაცია ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში მადუროს მიმართ სრული ერთგულების დემონსტრირებისთვის ის ვენესუელის ტელევიზიის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამოვიდა. სააგენტო ასკვნის, რომ უკვე ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს ფაქტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირ და ღია მცდელობად ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან გაეტაცებინათ უცხო სახელმწიფოს ლიდერი. დროა კიევმა რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს, განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ. იტალიურ პრესასთან ინტერვიუში კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია 2014 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დასავლეთის მხარდაჭერითაც კი. 2014 წელს და 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დღეს შეუძლებლად ითვლება. რუსეთი მათ არ დააბრუნებს, უკრაინა კი ვერ დაიბრუნებს მათ ჩვენი დახმარებითაც კი. რუსეთის პრეზიდენტს დათმობა არ შეუძლია მით უფრო კონსტიტუციის შეცვლა, რომელშიც ეს რეგიონები რუსეთის ნაწილადაა აღიარებული. მინისტრის თქმით, კიევი პირდაპირ დილემის წინაშეა. მან ან უნდა აღიაროს ამ ტერიტორიების დაკარგვა, ან განაგრძოს ომი, რომელიც ახალ მსხვერპლს მოიტანს. კითხვაზე მზადაა თუ არა ვაშინგტონი და პირადად დონალდ ტრამპი მსგავს სცენარს დაეთანხმოს, კროზეტომ აღნიშნა, რომ პირველი წინადადება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა წარმოთქვა, უკვე გულისხმობს ტერიტორიული დათმობის განხილვას. ამერიკის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დენიელ ჰოფმანი რუსულ რაკეტებზე ბურევესტნიკი აცხადებს, რომ დროა შეერთებულმა შტატებმა ახალი საფრთხის გამო სერიოზულად ინერვიულოს. კითხვაზე უნდა ინერვიულონ თუ არა ამერიკელებმა საკუთარ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ ქობიინების გამო, რომლებიც თავისთავად შეუძლიათ ბირთვული კატასტროფის გამოწვევა, არამედ იმის გამოც, რომ რაკეტა თავისი სიმძლავრის მაჩვენებლით ბირთვულია და როგორც ცნობილია, ავარიები ხდება, შეცდომები ხდება და ამას შეუძლია რადიოაქტიული დაბინძურება მოჰყვეს, ჰოფმანი პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის დაზვერვა ამ საფრთხის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას აგროვებს. იმავე საკეთებს ჩვენი სამხედრო თემიც. დიახ, ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს. რუსეთის მხრიდან ესაა ძილის დემონსტრირების და ჩვენზე და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლის მცდელობა. ამიტომ დაზვერვისთვის ეს რეალური პრიორიტეტი უნდა იყოს. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ჩემს დროს ამერიკის დაზვერვის სამსახური
სამსახურში საბჭოთა და შემდეგ რუსული სამხედრო შესაძლებლობების შესახებ მონაცემების შეგროვება უმაღლეს პრიორიტეტი იყო, განაცხადა დენიელ ჰოფმანმა. გერმანული ბილდის ცნობით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა დაუშინა თბოელექტროსადგურს, რომელიც კომპანია DTEK-ს ეკუთვნის და სერიოზული დაზიანებები მიაყენა მას. გამოცემის ჟურნალისტებმა გაზის ქარხანა და თბოელექტროსადგური მოინახულეს. მათი ვიზიტიდან 48 საათში კი რუსულმა რაკეტებმა მორიგ ჯერზე შეუდიეს ამ ობიექტებს. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბილდი ამ ობიექტების ადგილმდებარეობას არ ასაჯაროებს. მფლობელმა კომპანიამ ომის დაწყებიდან თავის ობიექტებზე რაკეტების და დრონების 200 საათის შეტევა დააფიქსირა. მათგან 54 შეტევა მიმართული იყო თბოელექტროსადგურებისკენ. ოქტომბერში 3 დღის განმავლობაში მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებმა ობიექტების გათბობის სისტემის ნაწილი დაანგრია. გაზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია ნოფთგაზს ეკუთვნის 6 რაკეტის შეტევისგან დაზიანდა. უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის 55-60% უკვე სერიოზულადაა დაზიანებული. ენერგოსისტემის კოლაფსის უკრაინას კატასტროფული სიცივით ემუქრება, მოახლოებული ზამთარი ყველაზე მკაცრი იქნება, ამბობენ წყაროები კიევიდან. Daily Mail-ის ცნობით კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი იმსხვერპლა. ძმები ლელი და ჯეიელი 2017 წლიდან ბოროტი ლესბოსელი წყვილის ბრენდი კუნის და ბეკი ჰამბერის ოჯახში ცხოვრობდნენ. ფორმალურად 6 წლის განმავლობაში შვილად აყვანის პროცესი ვერ დასრულდა, თუმცა კანადის კანონების თანახმად ბავშვები რჩებოდნენ ბავშვთა დახმარების ადგილობრივი თემის მეურვეობის ქვეშ. ფაქტობრივად კი ცხოვრობდნენ არატრადიციულ წყვილთან. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გარყვნილი წყვილი ბავშვებს ტანჯავდა და დასცინოდა, სცემდა, აშიმშილებდა და ცივ წყალს ავლევდა. სამედიცინო მუშაკების წერილში, რომელიც სასამართლო პროცესზე წაიკითხეს, აღნიშნული იყო, რომ ამ წყვილის აღზრდის სტილი და მათი უსაფრთხოების ზომები სასტიკი უფრო იყო ვიდრე თერაპიული. ისინი ბავშვებს კარავში დაძინებას აიძულებდნენ, მათ ოთახებს ბრეზენტით ფარავდნენ და ტანსაცმელს პლასტიკური მისაკრავებით ამაგრებდნენ. ორივეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, რასაც ემოციების უკონტროლო აფეთქებები მოჰყვებოდა. სადისტი ქალები ამტკიცებდნენ, რომ უფროს ბიჭს კვებითი ქცევა მოშლილი ჰქონდა, ამიტომ მათი თქმით ბავშვები უკიდურესად გამხდრები ჩანდნენ. ოჯახის ექიმმა გრემ დანკანმა აღიარა, რომ ინფორმირებული იყო, რომ ბავშვებმა 1 წელიწადში 5 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ მიუხედავად ამისა ბავშვები ტანსაცმლის გარეშე არ გაუსინჯავს, მათთვის წნევა არ გაუზომავს და მათი რაციონი არ შეუმოწმებია. 2022 წლის 21 დეკემბერს ერთ-ერთი ძმა გულწასული სველი და გამოფიტული იპოვეს სახლის სარდაფში, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლესბოსელმა წყვილმა აღიარა პირველი ხარისხის მკვლელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და დაღუპული ბავშვების უმცროსი ძმის უყურადღებოთ მიტოვება. ჯეი ელის ზედამხედველობის სამსახურმა წაიყვანეს.